პრეზიდენტის ინიციატივით 2012 წლიდან ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს სტუდენტური ფასდაკლების ბარათით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა. ბარათის უპირატესობა და სარგებლობის პრინციპები საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთის იუსტიციის სახლში შეკრებილ სტუდენტებს თავად გააცნო. სტუდენტები ბარათის მეშვეობით სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო კომპანიებში სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ. ფასდაკლების აქციაში უკვე 500-მდე კომპანიაა ჩართული. მაღაზიები, კინოთეატრები, კაფე-ბარები, ბიბლიოთეკები, სტუდენტები სპეციალური ID ბარათის საშუალებით ტრანსპორტით მგზავრობითაც ისარგებლებენ. აღნიშნული ბარათითვე ახალგაზრდებს მართვის მოწმობის აღება ნაცვლად 50 ლარისა 15 ლარი დაუჯდებათ. უკვე დღეიდან ბარათის აღება სტუდენტებს იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში უფასოდ შეუძლიათ. სტუდენტურ ბარათს სხვადასხვა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის 600.000-მდე სტუდენტი მიიღებს. გიორგი მგელაძე, გურულების შემოსევა. ვაჭროს მინდა გითხრათ გურულებს, რომ ჩვენი თავარი საგანძური, ჩვენი მეც ნაწილობრივ გურული ვარ. წელს ბახმა რომ აი ისეთი იქნება, რომ აი ყველანი ის გავაბა. ძალიან მაგარი გამოვა. ყველანი დღეს უკვე ცდილობთ რომ მივახციოთ შედევრს. ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ქვეყანა ერთად შევსვათ თქვენი მონაწილეობით უკვე ზოგადად რაღაც აბსტრაქტულ შედევრის განსაზღვრება დღეს რას უნდა მივახციოთ იმისათვის რომ ხვალინდელი იყო უკეთესი თქვენი მეშვეობა. ID ბარათის შესახებ ინფორმაცია მივიღე უნივერსიტეტში, რაც ჩვენთვის სტუდენტებისთვის ძალიან კარგია, რადგანაც ფასდაკლებებით ვისარგებლებთ სხვადასხვა მაღაზიებში, ტანსაცმლის მაღაზიაში, მაგალითად ბიბლიოთეკაში და ეს ძალიან კარგია ჩვენთვის. ძალიან ბევრი სიურპრიზები ჩამოთვალა პრეზიდენტმა ახლა. გახარებულები ვართ ყველანი და სტუდენტისათვის ალბათ ესეთი შეღავათები ძალიან სასიამოვნოა და გამოსაყენებელია რა თქმა უნდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.